სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე დღეს იმსჯელა. დავისაგან სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის 155 დადგენილების მეათე მუხლი წარმოადგენს. მოსარჩელის თქმით აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-14 და 36 მუხლის მეორე პუნქტთან. მოსარჩელი აღნიშნავს, რომ სადაო ნორმები დისკრიმინაციულია ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან მიმართებით. სარჩელში აღნიშნულია, რომ რეგულაცია ბავშვის ბიოლოგიური მშობლებისათვის აწესებს უფრო დაბალ სოციალურ შემწეობას, ვიდრე მინდობით აღზრდის შემთხვევაში. მოსარჩელის განმარტებით რეგულაციით სახელმწიფო უფრო ცუდ პირობებს თავაზობს ბიოლოგიურ ოჯახს, ვიდრე მინდობით აღზრდისას. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. მიიღებს თუ არა საქმეს სასამართლო წარმოებაში გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სოციალური დახმარება ბიოლოგიურ მშობლებზე ყოველთვიურად 90 ლარს შეადგენს. მინდობით აღზრდისას კი დღეში 15 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემთხვევისას თვეში 130 ლარს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადაო ნორმები დისკრიმინაციულია ბიოლოგიური მშობლების მიმართ, ვინაიდან ამ შემთხვევაში რეინტეგრაციის შემთხვევაში სოციალური შემწეობა ბიოლოგიური მშობლისთვის არის გათვალისწინებული, უფრო დაბალი სოციალური შემწეობა არის გათვალისწინებული, ვიდრე მინდობით ბავშვის აღზრდებთან დაკავშირებით. ამასთანავე მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადაო ნორმები ლახავს კონსტიტუციის 36 მუხლს, რითიც ოჯახური ცხოვრება არის დაცული, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უფრო ცუდ პირობებს თავაზობს ბიოლოგიურ მშობლებს, ვიდრე მინდობით ბავშვის აღზრდელებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, წარმოქმნის საკონსტიტუციო სარჩელი და არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს დაშვებული. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლო დაუშვებს არსებითად განსახილველად და შესაბამის დასაბუთებას დაუდებს საფუძვლად თავის განჩინებას, ამ შემთხვევაში ასევე გვაქვს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვყავს სახეზე არსებითად თანასწორი პირები და შესაბამისად მათთან მიმართებაში თანასწორობის უფლების დარღვევაზე საუბარი მიგვაჩნია, რომ ზედმეტია.